მოგესალმებით, ეთერშია არხის სამგეის თბილისი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის რიცხვები, ციფრები, მათი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში, მათი ზეგავლენა ჩვენზე, ასევე ჩვენ ვნახავთ რას ნიშნავს გამეორებადი რიცხვები. 11, 11, 22, 22, რას გვეუბნება ამ კომბინაციების მეშვეობით სამყარო, რას გვაფრთხილებს. ჩვენ ვისწავლით ტესლას მეთოდით სურვილების შესრულებას, ეს არის მეთოდი 369. მე მოგცემთ ასევე რიცხვით კოდს, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსებისა და ბარათის მოზიდვაში და ბოლოს ჩვენ ვისწავლით მისიის რიცხვის გამოთვლას, ცხოვრების რიცხვის გამოთვლას. ცხოვრების რიცხვი მიგვანიშნებს, მიგვითითებს ჩვენს მისიაზე ამ ცხოვრებაში და რაზე უნდა გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი. მაგრამ მანამ სანამ დავიწყებთ ამაზე ყველაფერზე საუბარს, ერთი გაფრთხილება კვლავ უნდა ვთქვა და კიდევ გამეორდები, მაგრამ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ კიდევ შევეხო ამ თემას. მოგეხსენებათ, რომ ის ცოდნა, რომელიც კაცობრიობას ეხსნება, უცნაური დრო არის. ძალიან ბევრი ცოდნა გაეხსნა კაცობრიობას, ისეთი ცოდნა, რომელსაც წინა საუკუნეებში მხოლოდ ქურუმები ფლობდნენ. 1% ალბათ კაცობრიობისა ფლობდა იმ ცოდნას, რომელიც დღეს უკვე ხელმისაწვდომი გახდა. მაგრამ ყველაფერი, რაც იღვრება ინტერნეტიდან, ყველაფერი, რაც იყიდება წიგნების სახით, ყველაფერს არ უნდა დავუჯეროთ. ძალიან გთხოვთ, ენდეთ თქვენს ინტუიციას. აი, გულმა უნდა გიკარნახოთ, რამდენად უნდა ენდოთ ამა თუ იმ ინფორმაციას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც დასაწყისში, როდესაც თქვენ ამ გზაზე დადექით უკვე, უპირველეს ყოვლისა კიდევაც მითქვამს სხვა გადაცემაში, რომ ენერგიის აკუმულირება უნდა ისწავლოთ და ესე სხვადასხვა მეთოდებიდან აღებული, სხვადასხვა მიმდინარეობიდან აღებული მეთოდები, ხან იმას გააკეთებს ადამიანი, ხან იმას, ესე არ მუშაობს. თქვენ უნდა შეჩერდეთ იმ მეთოდზე, რომელიც მიხვდით, რომ თქვენია, მიხვდით, რომ თქვენს ხელში მუშაობს. აი, მაგალითად, ავიღოთ რუნები, ხო? ბევრს უყვარს რუნები, მუშაობს რუნებთან, მაგრამ რუნები ყველასთან არ მუშაობენ. აი, ადამიანი უნდა მიხვდეს ეს მისია თუ მისი არ არის. აი, მაგალითად, რუნები, ხო, ჩრდილოეთ პანთეონია და არასოდეს არ უყვართ რაღაცა თხონა, ხვეწნა, მუდარა, თავის დამცირება, გეხვეწები, შემისრულე რა, ეს სურვილი. აი, რუნები მაგალითად ამას არ აღიქვამენ. რუნებთან თანაბრად უნდა იყოს ადამიანი. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ რუნებთან მომუშავე ადამიანის ღერძი, შინაგანი ღერძი ძლიერი უნდა იყოს, მყარი უნდა იყოს. ის რუნებთან ურთიერთობაში აი თანაბარზე უნდა იყოს, როგორც მეგობართან. ის კი არა რომ ჩვენ არ ვეხვეწებით ხოლმე რუნებს, აი მე გთხოვ რა ეს სურვილი შემისრულე და გეხვეწები, არავითარ შემთხვევაში რუნებთან თანაბარზე ვართ. რუნებს ესეთი ადამიანები უყვართ და ასეთი ადამიანების ხელში მუშაობენ ძალიან კარგად. აი მიმიხვდით ხო რაც მინდა რომ ვთქვა, ასევე რაღაცა გარკვეული სხვა მეთოდი. აი მაგალითად ახლა სტიქიებთან მუშაობა, ვისაც უყვარს, ხო? საკმაოდ ისეთი კარგი ძლიერი ენერგეტიკა უნდა გქონდეს, გამტარი უნდა იყო, ხო შესაძლებელია სტიქიის მაგია სულაც არ იყოს თქვენი. და არ იმუშაოს თქვენ ხელში, ამ დროს რაღაცა ელემენტარულმა რაღაცა მეთოდმა გაამართლოს და მოგიტანოთ შედეგი. ამიტომ ამ ინფორმაციის გაცრა უპირველეს ყოვლისა, აი რომელიც არის ახლა ინტერნეტში, უნდა ვისწავლოთ აუცილებლად ენდეთ გულს, ენდეთ ინტუიციას. იმიტომ რომ ისეთი დროა, რომ შეიძლება ვიღაც ადამიანი გამოვიდეს, ძალიან თავდაჯერებული იყოს საკუთარ თავში, მაბატიეთ ამ სიტყვაზე და რაღაცა დააბრახუნოს, 1-2 წინადადება და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამას სიმართლედ მიიღებს და წაყვება. არის ასეთია დღევანდელი ცხოვრება. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი. უნდა ვნახოთ, რომელი მეთოდი უფრო კარგად მუშაობს ჩვენს ხელში, რომელი უფრო ნაკლებად. აი მაგალითად, ახლა ჩემი გადაცემების ციკლი, ხო? სხვადასხვა მეთოდები მაქვს მოცემული და სხვადასხვა მიმართულებებიდან.
თქვენს ხელში ზოგი საერთოდ არ იმუშავებს, ზოგი კარგად იმუშავებს. აი ეს უნდა ვიცოდეთ, დააკვირდით. ამიტომ ერთი მეთოდი აიღეთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააკეთეთ და ნახეთ, მიიღებთ თუ არა შედეგს. აი მე მაგალითად მოცემული მაქვს ესე ნახევარმთვარის ფორმაში, ნახევარმთვარის ფორმით იხატება წერტილებიანი ესეთი ფორმულაა. რაღაცა წინა გადაცემებში მაქვს ეგ მოცემული, აი მაგალითად ჩემს ხელში ბრწყინვალედ მუშაობს. აი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეთოდია. როგორც კი დამჭირდება მაგალითად რაღაცა თანხა, იმ წუთში მიმართავ ხოლმე და აი სასწაულია, აი დავუშვათ ელემენტარულად, აი ვთხოვე 1000 ლარი სიტყვაზე. აი მე მჭირდება ხა 1000 ლარი. სასწრაფოდ მჭირდება. შეიძლება ნაწილ-ნაწილ მოვიდეს ეს თანხა, ნაწილ-ნაწილ, მაგრამ როდესაც ბოლოს ვითვლი, მთლიანად რამდენი მოვიდა, ზუსტად ის რაოდენობა გამოდის, რაც ვთხოვე. აი ასეთი მომენტები ჩემთან ეს მუშაობს კარგად, შეიძლება ვიღაცასთან ამან არ იმუშაოს. ამას მიაქციეთ ყურადღება. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ჩემო კარგებო და ჩემო ლამაზებო. კი, ძირითადი მასა იყენებს ამ ცოდნას და სამწუხაროდ იყენებს მხოლოდ მატერიალური სურვილების შესასრულებლად. მხოლოდ მატერიალური სურვილების შესრულება ძალიან სახიფათო გზა არის. შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ, იმიტომ რომ ამ გზაზე ძალიან ბევრია მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი სოციუმში წარმატებულია, მშვენიერ მანქანაზე ზის, მშვენიერი სახლკარი აქვს და შემოსავალი აქვს. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია. ადამიანი არ უნდა იყოს მაგალითად თავის მანქანაზე როგორც ნივთზე დამოკიდებული. როგორ არის იცით, მანქანა არ უნდა ფლობდეს თქვენ თავს. მანქანა კი არ უნდა ფლობდეთ, ვეღარ ვლაპარაკობ, ფლობდეთ, არამედ თქვენ უნდა ფლობდეთ მას საკუთარი სიამოვნებისთვის და ბედნიერებისთვის, ასე ვთქვათ. ანუ აი აქ ესეთი ძალიან ისეთი განსხვავებაა, მაგრამ ეს განსხვავება უნდა დავიჭიროთ. აი მაგალითად კიდე ძირითადი მასა ფორმით ცხოვრობს, ფორმით და არა არსით. აი ელემენტარული მაგალითი. შეხედეთ, ადამიანი რა მაქვს მხედველობაში, სულიერი ადამიანი, მაგალითად, როგორც სულიერი ადამიანი მიდის სუფრაზე, საკეიფოდ მიდის, რაღაც სუფრაზე მიდის. აი ეს სულიერად მაღალი ადამიანი სუფრაზე მიდის ურთიერთობისთვის, რაღაც ახალი ინფორმაციის მისაღებად, სიყვარულისთვის, ამ სიყვარულის გაცვლა-გამოცვლისთვის, ხომ ასეა? და ავიღოთ ახლა მატერიალური ადამიანი. მატერიალური ადამიანი სადღაც საკეიფოდ და სუფრაზე სულ სხვა მიზნით მიდის. მას აინტერესებს იქ როგორი საჭმელები დახვდება, როგორ თეფშებზე იდება და ასე შემდეგ. ანუ აი ეს განსხვავება. კი, რა თქმა უნდა, ის სულიერი ადამიანიც დაჯდება და გემრიელად მიირთმევს იმ სუფრაზე, მაგრამ პრიორიტეტი, ნომერი პირველი პრიორიტეტი სულიერ ადამიანს აქვს ურთიერთობა. აი ამაზე მინდოდა გამემახვილებინა ამ ყველაფერზე ყურადღება და გადავიდეთ ახლა ჩვენი გადაცემის ძირითად ნაწილზე, ჩვენს რიცხვებზე. პირველი ავიღოთ ტესლას სურვილის შესრულების მეთოდი. ეს მეთოდი ბევრგან შეგხვდებოდათ, საკმაოდ კარგი მეთოდია, მართლა ასრულებს სურვილებს, რა თქმა უნდა, გონივრულს, ისეც, რომელიც ძალიან შორს არ არის თქვენი ხაზიდან, ამას უკვე ტრანსერფინგის მიხედვით გეუბნებით და როგორია ეს მეთოდი? ვიღებთ 3 აფირმაციას, შეხედეთ, 3 აფირმაცია დღეში 6-ჯერ 9 დღის განმავლობაში, გაგიმეორებთ, 3 აფირმაცია 6-ჯერ დღეში 9 დღის განმავლობაში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? 3 აფირმაცია უნდა ჩაწეროთ რამე ფურცელზე, რვეული აიღეთ, ფურცელი არა, რვეული აიღეთ, ბლოკნოტი აიღეთ და 3 სურვილი, პირველი, მეორე, მესამე აფირმაცია და მაგალითად, მე ვარ ჯანმრთელი, პირველი, მე ვარ ჯანმრთელი. მეორე, მე მაქვს ესა და ესა, მე ვარ ესე და ესა. ანუ ეხლამდელ დროში 3 სურვილი ჩაიწერა. აი ეს 3 სურვილი დღეში
9 დღის განმავლობაში 6-ჯერ უნდა წაიკითხოთ. 1 2 3 წავიკითხეთ, ეს არის ერთი წაკითხვა. ეს არის ერთი წაკითხვა. შემდეგ მეორედ ვკითხულობთ, მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ, მეექვსედ დღის განმავლობაში. იმ წუთში არა, 3-ჯერ წავიკითხეთ ეს აფირმაცია და შემდეგ ცოტა ხნის მერე მეორედ ვკითხულობთ, ცოტა ხნის მერე შეიძლება 2 საათში გადაანაწილეთ დრო, მიმიხვდით, ხო? ამ 3 აფირმაციას ვკითხულობთ დღის განმავლობაში 6-ჯერ, თითო წაკითხვა დღის განმავლობაში 6-ჯერ, 9 დღის განმავლობაში. დააკვირდით, 9 დღე არც თუ ისე დიდი პერიოდია, ისეთი რომ ვერ დააკვირდეთ და ვერ არ ნახოთ მუშაობს თქვენს ხელში ეს მეთოდი თუ არ მუშაობს. რა თქმა უნდა, არავის არაფერს არ მეუბნებით, ეს რეული ცალკე გვაქვს შენახული, არავინ არ ხედავს და არ იჭყიტება ამ როლში. ამას მნიშვნელობა აქვს, კარგად იცით ეზოთერიკაში, რომ ჩვენ სურვილებზე ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ ხოლმე. მეორე, გამეორებადი რიცხვები. ციფრები ეს ენერგეტიკული არხებია, რომელთა მეშვეობით ერთგვარად მოქსოვილია მთელი ჩვენი სამყარო. ზოგჯერ თვალში გვხვდება ციფრების გარკვეული კომბინაციები. შესაძლებელია სიმეტრიული ციფრები იყოს, შესაძლებელია გამეორებადი. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი გრძნობს, რომ ეს რაღაცას ნიშნავს, რომ ეს არის რაღაცის ნიშანი. მნიშვნელოვანია სპეციალურად კი არ ეძებოთ ეს კომბინაციები, არამედ თავისთავად უნდა მოგხვდეთ თვალში. რა უნდა სამყაროს, რომ გითხრათ, გაგაფრთხილოთ ამ ნიშნების მეშვეობით? მოდით მიმოვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომბინაციები. და პირველი მათგანი არის 0000. ეს განულების ნიშანია. წარსულში უნდა დატოვოთ ის, რომ თქვენი ცხოვრებით არ ცხოვრობთ. თქვენ ეწევით არასაკუთარი ცხოვრების პროგრამის რეალიზაციას. იმ გზაზე უნდა დადგეთ, რომელიც სწორად თქვენთვისაა განკუთვნილი. ხშირად ასეთი ნიშანი ცვლილებების მაუწყებელია. ცვლილებებისა, რომლებიც დადგება ძალიან მალე და დაგეხმარებათ ცხოვრებისეული გზაჯვარედინის გადაკვეთაში. 0101. ეს ნიშანია დასრულებისა და დასაწყისისა. აქ აუცილებელია საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. დამნაშავეები კი არ ეძებოთ, არამედ თქვენი 100%-იანი პასუხისმგებლობა გაათვითცნობიეროთ აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც თქვენს თავს ხდება. 0202. ამ ციფრებს შესაძლოა ორმაგი აზრი ჰქონდეს. პირველი, სამყარო გაძლევთ რჩევას, რომ უფრო თავდაჯერებული და მტკიცე იყოთ. მოეშვით ორჭოფობასა და უნდობლობას გეუბნებათ. მეორე, ვინც პარტნიორის მოლოდინშია და ძიებაშია. ეს ციფრები აუწყებენ, რომ შეხვედრა ძალიან ახლოსაა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ძველი ურთიერთობებიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ და ახალ ურთიერთობებში ძველი პრობლემებით არ შეხვიდეთ. 11. ეს ბედნიერი რიცხვებია. ისინი გვიჩვენებენ, რომ ჩვენი მფარველი ანგელოზი გვერდითაა და შეგიძლიათ მისი დახმარების იმედი გქონდეთ. თუ კი ასეთი ციფრები დაინახეთ, გაუღიმეთ სამყაროს და თქვით, მადლობა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ეს რიცხვები თქვენი ქვეცნობიერის აქტივაციაა. ეს უნივერსალური კოდი გიჩვენებთ, რომ თქვენ ვითარდებით სწორი მიმართულებით. თქვენი ვიბრაციების დონე მაღლდება. კოდი შეგახსენებთ იმ განსაკუთრებულ მისიაზე, რომელიც თქვენი შესასრულებელია ამ დედამიწაზე. ძალიან კარგი კომბინაციაა ერთი სიტყვით. 13. ეს რიცხვები დამიწებას გთხოვენ. ანუ თქვენს ფიქრებსა და გეგმებში თქვენ აღარ ზრუნავთ ჩვეულებრივ მიწიერ პროცესებზე. ეს პროცესები კი ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენი განვითარებისათვის, როგორც სულიერი. უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ სახლზე, ოჯახის წევრებზე, ჩვეულებრივ ყოფით დონეზე. ასევე 13 შესაძლებელია მეტყველებდეს იმაზე, რომ ზოგჯერ რაღაცაში არღვევთ მიწიერ ან სულიერ კანონებს. შეიძლება ფიქრებში არღვევთ. 22. თქვენ უნდა მონახოთ ბალანსი გაცემასა და მიღებას შორის. ყურადღებით იყავით ფიქრებისა და განზრახვების მიმართ.
იმდენად, რამდენადაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ, რომ აცხადდნენ. შეეცადეთ დარწმუნებულები იყოთ საკუთარ თავში, ენდეთ თქვენ შინაგან ხმას და გჯეროდეთ საკუთარი თავის. სამიანი. ეს ციური ძალების კურთხევაა ნამდვილად. ნიშანია იმისა, რომ ჰარმონიაში იმყოფებით საკუთარ თავთან. მალე ახალი იდეა გაგიჩნდებათ, ან ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ თქვენ და სასიკეთოდ. 3-4-იანი. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ფიზიკურ სხეულზე და იმ სივრცეზე, სადაც ცხოვრობთ და არსებობთ. საჭიროა გენერალური დალაგება, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ დონეზე. შესაძლებელია თქვენ სხეულს მეტი მზრუნველობა სჭირდება დასვენების ან ჯანსაღი კვების სახით. რამდენიმე 4-იანი შესაძლებელია იმაზე მეტყველებდეს, რომ დაცვა გჭირდებათ, ანუ ფიქრების სისუფთავეზეა საუბარი. და კიდევ გადახედეთ თქვენს გარემოცვას. შესაძლებელია ვიღაცა სინამდვილეში თქვენი მეგობარი არ არის. 3-5-იანი. თქვენ ცვლილებები გელოდებათ. ცვლილებები, რომლებიც თქვენს თხოვნასა და ლოცვებზე პასუხია. შესაძლებელია ეს ცვლილებები მთლად იმ გზით არ განხორციელდეს, რომელსაც თქვენ ვარაუდობდით, მაგრამ ენდეთ სამყაროს და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი რაც ხდება, კარგისთვის ხდება. საბოლოო ჯამში ყველაფერი საწადელი რეზულტატისკენ წაგიყვანთ და მივაკიდევაც. 3-6-იანი. შესაძლებელია გაცილებით მეტად ხართ დაკავებული მატერიალური სიამოვნებებით. უპრიანია დაფიქრდეთ მატერიალურ და სულიერ ბალანსზე. ხშირად 6-იანები, რომლებიც გვხვდებიან, გვაძლევენ ნიშანს, რომ სახიფათო ხაზზე ვართ. აუცილებელია დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ის გზა, რომელსაც ვადგავართ. 3-7-იანი. ეს სულიერი რიცხვია, რომელსაც ძლიერი ენერგია აქვს. ერთი სიტყვით ელოდეთ სასწაულებს, მაგრამ გახსოვდეთ, რწმენის მიხედვით მოგეცემათ. 3-8-იანი. მოვიდა მოსავლის აღების დრო. ეს ხვავი და ბარაქაა, როგორც შედეგი, ასევე გარკვეული ეტაპის დასასრული, გადატვირთვა. შესაძლებელია დახმარება მიიღოთ, თუ კი სამყაროს სთხოვთ, დახმარებას მიიღებთ. 3-9-იანი. ეს რაღაცის დასასრულის ციფრია, რომელიც სწრაფ ცვლილებებს გვიქადის. თქვენთვის რაღაც ახალი კარები გაიღება. შესაძლებელია ცვლილებები საკუთარ ცნობიერებაში შეიგრძნოთ, ისე თითქოს ახალ დონეზე გადავიხართ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა სიახლეებს უნდა ელოდოთ. ეხლა რიცხვითი კოდი, რომელიც მოიზიდავს ფულს, მოიზიდავს ბარაქას, ძალიან კარგი და მუშა კოდია. საფულეში მიდევს, მე მაგალითად პირადად ყოველთვის, აი შეხედეთ, საფულეში მიდევს, აი ეს კოდი. იწერება ყვითელი ფანქრით ან ყვითელი ფლომასტრით, აი ასე, ხედავთ? 24, 42, 48, ჩანს თუ არა არ ვიცი, 60-06. აი ასე იწერება, ხედავთ, 24-სა და 42 შორის ცოტა მანძილია. 24, 42, 48, 60-06. აი ასე უნდა დაიწეროს. ყვითელი ფანქრით ან ფლომასტრით და ვდებთ საფულეში და მუშაობს მშვენივრად ეს კოდი, სხვათა შორის უცხო პლანეტელების მოცემულია. და ბოლოს როგორ გამოვთვალოთ ჩვენი მისიის რიცხვი, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი ამ ცხოვრებაში, ეს რიცხვი გვეტყვის. მაგალითად ადამიანი დაბადებულია 15/05/2017 წელს, ანუ 15 მაისს 2017 წელს. წერთ ამ რიცხვებს. 15/05/2017 დავწერეთ. ეხლა ყველა ეს რიცხვი უნდა მივუმატოთ ერთმანეთს. ერთს მივუმატოთ 5, მივუმატოთ 5, მივუმატოთ 2, მივუმატოთ 1, მივუმატოთ 7. მივიღეთ 21, მაგრამ ორნიშნა რიცხვი არ გვაწყობს ამ შემთხვევაში, აუცილებლად ერთნიშნა რიცხვამდე უნდა დავიყვანოთ და
ამიტომ 21-ში 21-ს ვკრიბავთ კიდე 2-ს მივუმატოთ 1, ტოლია 3-ის. საბოლოო ჯამში მივიღეთ რიცხვი 3 და იმ ადამიანის რიცხვი, რომელიც დაბადებულია 15 მაისს 2017 წელს, არის 3. და მაგალითისთვის კიდე მეორე მაგალითი 11.02.1950, ანუ 11 თებერვალს დაბადებული ადამიანის 1950 წელს დაბადებული ადამიანის კოდი უნდა გამოვითვალოთ, ხო, მისიის რიცხვი. დავწერეთ ეს რიცხვები 11.02.1950 ტოლია 1-ს მივუმატოთ 1, მივუმატოთ 2, ნუ 0-ს არ ვწერთ რა თქმა უნდა, მივუმატოთ 1, მივუმატოთ 9, მივუმატოთ 5. მივიღეთ 19. ორ ნიშნა რიცხვი არ გვატყობს, 1-ს ვუმატებთ 9-ს, მივიღეთ 10. ესაც ორ ნიშნა რიცხვია. ისევ უნდა მივუმატოთ 10-იანში 1-იანი და 0-იანი ერთმანეთს და გამოგვივა 1. 1-ს მივუმატოთ 0, ტოლია 1-ის. აი ამ ადამიანის მისიის რიცხვი, ცხოვრების რიცხვი არის 1. ასეთ ადამიანებს ეძახიან ერთიანია, ერთიანები არიან ესენი. არიან სამიანები, არიან რვიანები, არიან ცხრიანები. რა თქმა უნდა, 1-დან 9-მდე რიცხვებს მიიღებთ გამოთვლის შედეგად და შემდეგ ამ რიცხვების მნიშვნელობები, რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, გადადით ან პირველ კომენტარში ამ ვიდეოს ქვემოთ, ან აი ვიდეოს ახსნა განმარტება სადაც არის, იქ შედით და იქ ნახავთ აუცილებლად. და მოგეცემათ წარმოდგენა რა რიცხვი ხართ თქვენ მისიის, რა რიცხვი გაქვთ და რაზე გააკეთოთ აქცენტი, რა არის თქვენი მისია, რა მიმართულებით, რა პრიორიტეტები უნდა დაისახოთ ამ ცხოვრებაში. საინტერესოა სხვათა შორის. ეხლა გემშვიდობებით, დიდი სიყვარულით გემშვიდობებით და შეხვედრამდე ნახვამდის.